ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სიმართლე ზოგჯერ ძვირად გვიჩდება, ზოგჯერ კი მასში დიდ ფულს იხდიან. სიცრუის დეტექტორში სიმართლის ფასი 100,000 ლარია. ორადორი რამ, რაც თითოეულ ადამიანს აშორებს 100,000 ლარს. ამ სავარძელში მოხვედრის შანსი და 21 შეკითხვაზე გულწრფელი პასუხია. მან უნდა აღიაროს სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. ყველა მონაწილე წინასწარ გადის ტესტირებას პოლიგრაფზე. მათ არიციან შედეგები, მაგრამ თუ კი ისინი 21 შეკითხვას გულწრფელად უპასუხებენ, დარბაზს 100,000 ლარით დატოვებენ. ალექსანდრე ბილიხოძე, ექსტრასენსი, პარაფსიქოლოგი. მან დეტექტორზე 50 შეკითხვას უპასუხა. აქედან შერჩეულია 21. ალექსანდრე ბილიხოძის სიმართლეს დღეს სიცრუის დეტექტორი გაზომავს. სიცრუის დეტექტორის წითელ სკამზე დღეს იხილავთ ცნობილ ექსტრასენსს ალექსანდრე ბილიხოძეს. სალამი ალექსანდრე, დიდი მადლობა რომ მობრძანდი ჩვენთან და იღებ გადაცემის მონაწილეობას. თუმცა მაინტერესებს საიდან ჩამოხვედი, ქუთაისიდან? ქუთაისიდან ჩამოვედი, დიახ, სპეციალურად თქვენთვის და მაყურებელს თქვენი მაყურებელი. ვიდრე დაიკავებ წითელ სკამს და ვიდრე დავიწყებდეთ თამაშს, მე მინდა რომ ერთი საინტერესო ექსპერიმენტი შემოგთავაზო. იმას, რასაც ტელეეთერებში ხშირად სთავაზობენ ხოლმე ექსტრასენსებს. გულისხმობ, ესე იგი, ადამიანის პიროვნების შესახებ, რომელიც იქნება შირმის მიღმა. ჩვენ ახლა მოვაწყობთ ამ ყველაფერს და შემდეგ გამოიცნოთ ვინ არის ის. შევეცდები კი ბატონო. რთულია ამის გაკეთება? რა თქმა უნდა, რთულია, მით უმეტეს სატელევიზიო ფორმატიდან გამომდინარე. ნახოთ რა გამოვა. ნახოთ, კარგი, ვცადოთ. მაშ ასე გთავაზობთ ჩვენ ახლა მოვაწყობთ ამ ყველაფერს, შენ ცოტა ხანს დაგვტოვებ, შემდეგ შემოხვალ და გავაკეთოთ ეს ყველაფერი. კარგით. მოკლედ, ჩვენ მოვამზადეთ შირმა, რომლის უკანაც ზის ადამიანი, თქვენ ალბათ ტელეკამერების მეშვეობით ხედავთ. ერთადერთ რამეს გეტყვი, ის არის ცნობილი ადამიანი. დანარჩენს მე არაფერს არ გეტყვი, მოგცემ დროს იმისათვის, რომ შენ იმუშაო. კახელი და გვარით, რა თქმა უნდა, ეს ვერავინ ვერ იტყვის, მაგრამ ყველანაირად შევეცდები, მე მიახლოებული პროფესია, კარიერა და კი ბატონო, მოქმედება. გითმობთ და შეგიძლიათ დაიწყო. კარგი. ქალბატონი ნამდვილად არ არის, მამაკაცია. ხშირად ეკრანზე ვხედავ, ოღონ არაპოლიტიკური ან არა ჟურნალისტური განხრით უფრო მამაკაცი არის, ანუ მისი შავგრამანი ადამიანია. თეთრი არ არის. ტრამვა აქვს მინახები. ფეხი, მე ვფიქრობ, რომ ფეხი, ტრამვა აქვს მინახები. წარმატებულია, მაგრამ ხედავ, რომ კიდე ძალიან დიდი წარმატებები ელოდება. ანუ მოკლედ რომ შემოვიფარგლოთ, ამ ადამიანს მე ვხედავ სპორტთან დაახლოებულად. ამ პირობებში შემიძლია მხოლოდ ეგ მოკლედ. ანუ სახელს და გვარს ვერ გვეუბნები. სახელ და გვარს მე კი არა ვერავინ ვერ იტყვი. ხელი ჩამოგართვა. უი ბატონო. დიმაო ბოლაძე, ხოჩა. დიდი მადლობა, შენ რაღაცა ისეთ საინტერესო დეტალებით ხი ოფხმა დამასხა. ბატონო დიმა, მობრძანდით თუ შეიძლება. რას ეტყოდით ჩვენს ექსტრასენს ალექსანდრეს რომელსაც? ხედავ და? არა. აბა ტრავმა საიდან მართლა, მართალია ტრავმის ამბავი? კი.
ნუ ეს უკვე, მაგრამ სახელი და გვარი ვერაო. არა, სახელი და გვარი ახლა მე კი არა ეხლა ეგ ნამეტანი იქნებოდა უკვე ეხლა და რა ვიცი. მე ეხლა უნდა წავიდე რა. ძალიან დიდი მადლობა შენ რომ მიიღე მონაწილეობა. ისე ძალიან თეთრი ნამდვილად არ ხარ, ცოტა შავგრემანი. შავგრემანი თქვა კაცმა, ყველაფერი თქვა, ტრამვას თქვა, ისა რა ვიცი, რა გითხათ, არ ვიცი, წარმოდგენა. ხო, დაიკავო წითელი სკამი, დიდი მადლობა დიმას. დახტური რო ტრამვა მაქვს, აქ ეხა ძალიან გამიჭირდება ჩასვლა. აი ეს რო გავედი, მადლობა. ოჩახ, მადლობა. სიცრუის დეტექტორს მე არ ვიცი, ექსტრასენსი ჩემთან ყოველ შემთხვევაში სტუმრად ჯერ არ ყოლია. შეეცადე დეტექტორის დროს რამე რო გემოქმედა მას? არა, არ გამომიყენებია, სრულიად ბუნებრივი ვიყავი, აბსოლუტურად არა. იმიტომ რომ ხარ გულწრფელი, ხო? ნამდვილად. კარგი, ალექსანდრე, ვინ არის დღეს ჩვენი სტუმარი, შენთან ერთად მოსული, ვინ გულშემატკივრობს? ვინ არიან ეს ჩემი ქალბატონი? უფროსი მეგობარი ქალბატონი ნინო, მედიკოსი. ჩემი მეორე მეგობარი კიდო ქეთი, PR მენეჯერი. ჩვენ გვაქვს 21 შეკითხვა, 6 ეტაპი. პირველი ეტაპი იგებს გარანტირებულ 500 ლარს. გარანტირებულ 500 ლარს ჩვენ სტუმარს სთავაზობს კრედო ბანკი. შემდეგ უკვე 5000 ლარი მეორე ეტაპი და ასე 100000 ლარამდე. მხოლოდ გულწრფელობის შემთხვევაში. და იმედია სიცრუე არსად არ ამოვარდება. ნახოთ. როდის აღმოაჩინე პირველად რომ ექსტრასენსობის ნიჭი ქონდა და საერთოდ როგორ ხდება ეს ცხოვრებაში? პირველად უფრო რო გავათვითნობიარე, ალბათ 12-13 წლის ვიქნებოდი დაახლოებით. ხო ამბობენ რომ ახლა მკვდარი ვიყავი, კლინიკური სიკვდილი მქონდა, მე არაფერი ეგეთი ბები ამყავდა, ანუ ვინ ამას გამხარდა მე, მამის დეიდა, ანუ ბებია, ბების და უძლიერესი ნათემხილველი. ანუ ის იყო აი ფენომენი. რომელიც სამწუხაროდ გარდაცვლილია ახლა. ხო და მე უფრო ვფიქრობ, რომ იმიდან გამომდინარე, იმიტომ რომ იმან გასწავლა ეს ყველა? არა, არ მასწავლა, უბრალოდ ნიჭი გადმოგდო? ხო, ეგრე ვფიქრობ, იმიტომ რომ განამ გარდაიცვლებოდა, ყოველთვის მეუბნეოდა, რომ მე რო არ ვიქნები, შენ იქნები ძალიან აღიარებული და აი მართლაც გარდაიცვალა. მანამდე რა თქმა უნდა მას გამიქნობდა ხალხი ბევრთან მქონდა, ანუ ბევრ ადამიანებთან კონტაქტები და მაგრამ რომ გარდაიცვალა, ხო, უფრო ფართო მასშტაბურად ამჟღავნდა, ანუ ჩემი ეს საქმიანობა, მაგრამ ახლა რამდენი წლის ხარ? ახლა ვარ 35. 35 და რამდენი წელია რაც ამ საქმეში ხარ? 13 წლიდან. 13? 22 წელია დაახლოებით. აი როგორ აღმოაჩინე პირველად რომ გაქვს ნიჭი ნათელმხილველობის ერთ-ერთი ფაქტი ექსტრასენსო? მახსოვს, რომ გადავდიოდი, ვიქნებოდი, ხო, 12-13 წლის. გადავდიოდი, ქალბატონი დავინახე, ანუ რო ეტაკებოდა დიდი ავტომობილი, ანუ ხატვირთო ავტომობილი ამ ქალბატონს, მაგრამ დავინახე, ანუ ეს მე დავინახე, თორე კი არ ხდებოდა ეს შენ წარმოსახვა. ჩვეულებრივად გადადიოდა, აქაკოვანი ქალბატონი იყო და ანუ მე დავინახე, რომ ამ ქალს ეს მანქანა დაარტყამდა, მოკლავდა, რა თქმა უნდა და ну რაღაცნაირად კარი ხელი და გადავაგდე და რაღაც სანტიმეტრებში გადავარჩინე კი. ესე იგი შენ ეს რამდენიმე წამით ადრე დაინახე? ეს რამდენიმე წამით ადრე, მაგრამ ეს ხატვირთო მანქანა არ მოდიოდა არხაიდან, ანუ ვთქვათ, ანუ წინასწარ მიხვედი და გაიყვანე და მე გავიყვანე და აი რამდენიმე წამში გაიარა ამ ტრაილერმა უყო ავარიულ მდგომარეობაში. იმ ქალმა რა გითხრა? ну ახლა გონზე რომ მოვიდა და ის რა თქმა უნდა დამლოქა და დიდი მიხვდა რომ ის ვერ გადარჩებოდა შენ რო არ ყოფილიყავ. კი და დიდი კიდე ქონდა მე რაიმე ხილველური ამბები? კი არაერთი. შემიძლია რომ აი რაღაც დიაგნოზი დავუხვა, მაგრამ როგორ აკეთებ ამ დიაგნოზს? ანუ მოდის აი ეს იმის ტკივილი, იმის ნეგატივი, ანუ ხადრა ტკივა, ეს ყველაფერი ჩემში არის იმ დროს. ეს გამოცდილებები შენს მეგობრებს თუ აქვს ეგა? ხერხემალი მაწუხებდა. დღეს ხა კარგად ვარ, ჯანმრთელი ვარ. ანუ გავაფრთხილე. პასუხი გასაგები არის. მე მინდა ახლა პირველი შეკითხვა დაგისვა ალექსანდრე და ვნახოთ აბა როგორ პასუხს გავცემ და რას გვეტყვის შენ. ყურადღება. პირველი შეკითხვა ალექსანდრე ბილიხოძეს.
გარდაცვლილი ადამიანის სულთან ინტიმური კავშირი გქონიათ? ქონია. ინტიმური? კი. და აქტი განმექცია. პიკანტური აქტი სექსუალური? კი. ნუ გავქნათ. ეს პასუხი არის ძალიან ცუდ რამეს ამბობ. არა მარტო მე მქონია. აი ჩვენ გადაიწერა შენ რა მეგობარ. არა მარტო შენ მქონია. არა, ბევრიდან გამიგე. სიმართლეო. ანუ შენ ისი თქვა გინდა რომ გარდაცვლილი ადამიანის სულთან ქონია კავშირი ინტიმური. ანუ ინტიმური ახლა ეს კარმოხახვითი არ იყო და რაღაც ნუ მქონია რაღაც სულიერი ურთიერთობა ქონდა ინტიმური თუ შენ როგორც ფიზიკური და იმას სულიერი. მარტივია ჩვეულებრივი სექსუალური ურთიერთობა, აი რომელიც ვერ შეედრება აი ვერანაირი ჩვეულებრივი სექსი დავუხმით პარტნიორთან. მქონია. ხო, მთლად არ სექსუალი არა ვარ, მაგრამ მქონია, რა ვქნა. არ მინდა ეხა სულს მივაყენოთ ცოტა შეურაცხყოფა. სულებთან არ მქონია. ანუ იყო ვისი სული? ჩემი მოკავშირეებთან მქონია, მაგრამ ეს იყო ძალიან ადრე. შენი პარტნიორი იყო ყოფილი? სექსუალური? ნუ შეიძლება დავარქვათ ეგრე, კი. მე გარდაიცვალა? კი. თქვენ გჯერათ ამ ყველაფერს? არ ვიცი, გითხრათ, მაგრამ ესეთი რამე პირველად მესმის და მართალი ანუ მოულოდნელი იყო ეს მონაყოლი?